მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გამომწერებო. როგორ ახართ? ამოდით ნახოთ რას გვიჩვენებენ დღეს. დღეს ზაფხულის მზებუდობა გვაქვს. არ გამოტოვოთ, დარჩა ჯერ კიდევ დრო და ჩაიფიქრეთ სურვილები, ღამის საათამდე შეგიძლიათ სურვილების ჩაფიქრება. რომ ახალ დონეზე გადაგიყვანოს სამყარო და აი არკანი ძალაც. ბევრს გექნებათ, რა თქმა უნდა, გზების ხელახლა არჩევის შესაძლებლობა ახალი გზების სცენარებიდან გამოსვლის პერსპექტივებით და ახალ სცენარებზე გადასვლის პერსპექტივები. გელოდებათ დიდი შანსები ამ ყველაფერთან მიმართებაში. გააჩნია ვის რა გექნებათ ჩაფიქრებული. მაშინ ასე დავიწყოთ, მოდით მეგობრებო, ვნახოთ რას გვიჩვენებს ტაროლოგია. ათითასის არკანი ამოხდა. იხურება ძველი რთული ციკლები. ალბათ უნდა გრძნობდეთ უკვე ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი ნეგატიური იხურება და ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით და არკანი სიყვარულის ტუზი. მით უმეტეს ეხება იმათ, ვინც სასიყვარულო გაშლებს უყურებს ხოლმე, რაღაცა ძალიან პოზიტიური და დადებითი გელოდებათ, ასევე ოჯახებს ეხება, მეგობრებო. ოჯახებს ეხება, როდესაც რაღაცა პრობლემა გქონდათ ოჯახში მაგალითად და ახლა მომენტი დგება და მოვიდა ისეთი მომენტი, რომ რაც ჩუმად და სიყვარულით შენდებოდა, ხო, უნდა ჩანდეს უკვე ეს ყველაფერი, ხვდებით, უნდა იგრძნობოდეს ყველასათვის და ახალი გახსნილი კარი, ახალი შესაძლებლობები ამ ყველაფერთან ერთად მოითხოვს თქვენს თამამ ნაბიჯებს ვიტყოდი და საერთოდ ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა გექნებათ, ეხება ოჯახს, გრძნობებს, ჯანმრთელობას და სადღაც შეიძლება ფინანსებსაც. და მაგალითად თუ რამეს ფიქრობდით და თუ რამე გქონდათ გადადებული, ხო აქ მოდის ტრანსფორმაცია და 10 პენტაკლის არკანი მშვენიერია, მეგობრებო, ძალიან კარგი ტრანსფორმაცია. გველოდება ყველას ვიტყოდი და რაფერს გადადებთ. თუ მოქმედებაზე რაიმეზე ფიქრობთ, მოქმედებაზე, მაგათ ვიმოქმედოთ, თუ რა იმოქმედეთ, თუნდაც გეგონოთ, რომ ჯერ ადრეა მაინც, ანუ მოქმედება არის საჭირო ნებისმიერ საკითხში, ვიტყოდი. წარმატებისთვის თქვენ ყველაფერი გაქვთ. სტრუქტურა გაქვთ, მოთმინებაც. ახალი გზები გაქვთ, ძვირფასებო. სრულიად შეგიძლიათ ენდოთ სამყაროს. ძალიან სერიოზული მფარველობა მოდის, მით უმეტეს ახლა პერიოდია. ტელეფონი გაიჭედა ჩემი, მით უმეტეს ახლა პერიოდია ისეთი, რომ გეძლევათ უამრავი შანსი, სამყარო გაძლევს ამ ძალიან მაგარ შანსებს ამ ყველაფრისთვის, რომ ძალიან ბევრი რამეს შეძლოთ, შეგიძლიათ უკვე შეცვალოთ სხვათა შორის და ნამდვილად გარწმუნებთ, რომ შეცვლით და მიჯერეთ. თამამი ნაბიჯებია საჭირო. გავაგრძელოთ, რას გვიჩვენებს კიდევ. ძალიან გადავარდნილი იქნებით წარსულში ბევრი მიუხედავად, წარსულზე ფიქრები მიუხედავად იმისი, რომ ახალ გზებს ფაქტიურად ვერ ხედავთ, მაგრამ ახალი გზები უამრავი გაქვთ, ახალი გზა იხსნება, გზახსნილია საერთოდ თქვენი ბედის არკანებით ამოდის, რომ
გახსენით გონება და დაალაგეთ გრძნობები, ძალიან კარგი ამბები გელოდებათ, ფინანსური, ემოციური სტაბილურობის ზრდაც და გააკეთეთ აქცენტი ძირითადად აქ შინაგან სიმშვიდეზე. აუცილებლად საკუთარ თავზე აქცენტია საჭირო. აქცენტი ჩემზე, თქვენზე, ესე იგი საკუთარ თავზე და მიზნების თანმიმდევრულად მიღწევაზე. ესე იგი რაღაცები უნდა დაგეგმოთ, ასე მიჩვენებს და აუცილებლად მოქმედება. რა გაჩერებულით საქმეები და მით უმეტეს მეგობრებო სიყვარულზე, ვისაც აინტერესებდა, იდეალური პერიოდია. დრო იდეალურია, პერიოდი იდეალურია და სცენარიც იდეალურია, მე თუ მკითხავთ, განთავისუფლებისთვის მოემზადეთ, ძალიან დიდი ნეგატივის განთავისუფლდებით, როგორც საქმეებში, ასევე აზრებში, ასევე ენერგიებში, სიყვარულში, ფინანსებში და საერთოდ მე ვიტყოდი, რომ ის სტრესზე ბრუნვა, რომელიც გქონდათ, ავადმყოფობებსაც ეხებათ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად, რომ აი თითქოს და ვიღაცა ამისგან განთავისუფლებს რაღაცა ან ვიღაცა. ძალიან მაგარი ტრანსფორმაციები გაქვთ. სამსჯავრო ამოდის, თქვენ უკვე გაიარეთ თქვენი გაკვეთილები და ახლა პერიოდი გაქვთ კარგი სტაგნაციის, წინსვლის და მერე სტაგნაციის, ხო, ან თქვენ დამშვიდებით. ოცნებების ახდენის პერიოდი გაქვთ, მეგობრებო. გადაწყვეტილებების, ოცნებების, სამუშაო პროცესების, ფინანსების ზრდის, ის სტრესზე ბრუნვა, რაც იყო და შიშები, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ნადგურდება. იმიტომ რომ ფარველობა ამოდის თქვენზე, ამოდის რომ მომენტი მოვიდა, პერიოდი საშენოა, სიყვარულით ააშენეთ ყველაფერი და ეს ყველაფერი ახლა ვითარდება როგორც ჩანს. და აუცილებლად საკუთარ თავზე აქცენტი, ხო? ბევრს ვეტყოდი, რომ შეიყვარეთ საკუთარი თავი, მეგობრებო. დააფასეთ ის ყველაფერი, რაც შეძელით, რაც გამოგივიდათ და პლუს, რა თქმა უნდა, ცოტა ხანი გადაერთეთ მაინც საკუთარ ენერგიებზე. უნდა მიხვდეთ, როგორი მშვენიერები საქმიანები, სტაბილურები და ბედნიერები ხართ.